არჩევნების პერიოდი იყო 10-დან ესე 11-12 წლების პერიოდი და მოხდი ადამიანებთან, რომლებთანაც მე თავს გრძნობდი ძალიან კარგად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ ყველაფრის უფლება და შეეძლოთ ჩემი შევიწროვებაც. ისინი ასე ფიქრობდნენ. შემეშინდა ამის თქმის და რატო? იმიტომ კი არა რომ მე მშიშარა ვარ. იმიტომ რომ საზოგადოება თვლიდა რომ ქალის ბრალია ყველაფერი, რა უნდა მამაკაცებს რომ დაასდევს. ან მისცა რაღაცა საბაბი და იყო ძალიან რთული და მტკივნეული, რამაც დამაფიქრა იმაზე, რომ ადამიანი არ არიან სამართლიანები. ძალიან ცუდად იმოქმედა ამან, რა თქმა უნდა, მე საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწია. ნანა მამუკაშვილი, ვარ 53 წლის, პროფესიით იურისტი, მოყვარული მოტობაიკერი და სასწრაფოს მძღოლი. მე შემიძლია ვიყო ძლიერი და ვიყო მაგალითი სხვა ქალებისთვის და ამიტომ მე უნდა მომეძებნა გზა. ეს გზა აღმოჩნდა სასწრაფოს მძღოლობა, მოტომოყვარულობა. სისწრაფიდან სასწრაფომდეც ესე მივედი. გამიადვილა გზა მძღოლობას, მძღოლად მუშაობაში, იმიტომ რომ თუ დადიხარ ხა 2 ბორბლიანი 1000 კუბატურით, როგორ შეიძლება 4 ბორბლით ვერ იარო, ხო? მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის სურვილი და მიღწევა და შესაძლებლობები არ არის მარტო კაცების პრეროგატივა. იყო ძალიან პატარა სუსტი გოგონა, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ოჯახში, არ ჰქონდა სამსახური, ვერ მოდიოდა ოჯახიდან, სკოლის ასაკში მოიტაცეს და არ ჰქონდა განათლება. თქვენზე სიუჟეტი ვნახეო. იმ წუთში ვიფიქრეო, რომ სასწრაფოზე ვერა, მაგრამ იქნებ ავტობუსზე შევძლო და მე ეს გამომივიდაო და ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. ბულინგის შემდეგ მე უფრო ძლიერი ნანა შევქმენი. ვფიქრობ რაღაც გავაკეთე ამ ცხოვრებას, ჩემი გადმოსახედიდან ვიძახე რა, თუ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარე, რაღაც შევძელი რა, ასე ვფიქრობ. თუმცა ქალებს მეტი შეგვიძლია. თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სიყვარული ისწავლონ. არასოდეს არაფრის არ შეეშინდეთ, როცა მათ საკუთარი თავი ჰყავთ. და როდესაც შენ საკუთარი თავი გიყვარს და როდესაც შენი საკუთარი თავის გჯერა აუცილებლად გამოგივა.